დილამ შვიდობით სადაღარ თაგუნი ის ნახეთ თანეშინია ორეგა წიწი ბაჭიწი კოკო ვაი მე ვიღაცა უნდა გავამცა მაგიტაზე ვერაფრით ვერ ამოვიდა ჩემთან და მაგიტიდან მოდის ეხა იმ ბავშვსაც ხო უნდა ამოსვლა ჩემთან რო იცოდეთ რატო ვარ გარეთ დედას პატარა სახე ნახე მოდი ჩემთან შემობაჭიწი მოდი ჩეკიშინდა ნუყურით ვინ გაგაბრეს დედას პატარა აი მე ძალიან ადრია ხალხო და რო იცოდეთ რატო ვარ გარეთ ისე დაბლა რო გექნათ ეგ მოდი კალთაში ჩაჩეკით აი ისე კალთაში ვინმე მგითხრა ჩამოდიო მაღლიდან ეს კინკიცი აი მის გამო ვარ გარეთ ლაშამ გამოგვაქვს აბა მოდი აქ აბა ეხა მაღლა ჩქარაში მიდი რატო ხარ გარეთ აბა უთხრი ხალხს რათა ხარ უნავარო გარეთ რათა ეს დახტო და დარბოდა და გამოგვაქვს მე გამოვიყვანეთ და ხანი გარეთ და განადადის რო ეს იმას იმერალამასი ღმერთაჩი ეს ვინ არის დილას კიდე იმათ აყარაულობდა ლაშა შემოვიდა მე გამოღვიძა წადი გახედე თორე ხლა არ ვიცი გავისური რა არის მეთქი და დილადრიან ეძახის და სადღაცას მიყავო და კარიდან მოვატრიალე ორჯერ კუნტებით ესეშური მე წადი ეთამაში წადი მაგისთვის ჩამოგიყვანე აქ ერნდა იჯდე და ხვალ მიდი გუშინ ბევრ მომკითხა სად ვიყავი აჩაჩული მაცვია გრილა პანტანასას ღვთისმშობლის მონასტერში ვიყავით დედათა მონასტერში ძალიან ლამაზი ადგილია ძალიან უბრალოდ ძალიან ცხელოდა და რამდენიმე ათეული წმინდანის რამდენიმე კი არა მრავალი ათეული წმინდანების ნაწილები ნახე მამა პაისის საფლავის მიწა და რამაისურსაც ატარებდა იმის პაწაწინა ნაკუწი ეხლა მოვიდე ისო და დავწვე უბრალოდ ცოტა ხანი გამოვიყვანე ფისო გაიღვიცა, გაიგეთ და ვაჭამი. საჭმელი ქაქო. გარეთ ოთახში. ხო და შემოვიდა მე და მძინარე კაცზე ზედ დარბოდა. გამეღვიცა. გემრიელად უნდა დამეძინა ისევ რა და გამეღვიძა რომ ზედ რო დარბოდა და რა შემოდგა მომაშორე ხლექტორი. ასე რომ აუმეტა ის მაღლა ავიდა თუ სადმე შეძვრა ბანახოთ შავ
ეს აქ არის. მელაკუდა ნახე. ნახეთ როგორი მელაკუდა. აი ეს თაგვი აქ არის. თაგვინია. წედი დაიცინე, შენ პატარა ძმას ხოს ძინავ და შენც დაიცინეს. წედი. მანდი ყავი, ნუ ჩამოდიხარ. გურა ჭყიდავს თვალებს. შემოგივლეშინა ბიჭურას, გოგორას საყვარელი. გოგორა ბეწეწინა ხარ, გოგო. უყურეთ ფეხბურთს. აი ეს ვინ არის? იცის რომ დაბლავარდა მორბის. პირველ ტაიმს უყურეთ და წავედი. ესეთ არის. ანდე დაიცინე შენ. ტიპილო. წამოდი შევიდეთ სანამ ამავა. ფეხბურთის ფანები. წამოდავწვით ისე. ცოტა ხან. თორე მამა გუცემს. ექვსი. არც წყალი, არც შუქი. ვაფშე ისთვის აბდექი. მოდი. მოხვალ. ვირა. კი არა და. რიჟა მოდი ჩემთან. სადახარ. პისუ. ბეწეწინა, მოდი ბიჭო. ცხელა. ბიგი. ვაიდედა. დღეს რა გვაქვს გეგმა? დღეისა. დღეს გეგმა რა არის? რავი ზოგადად დაღამებამდე. სარიცხი არ არის. იმიტომ რომ არც შუქია და საცხოვთ ხა. არც შუქია და არც რა უნდა მაგას კიდე? წყალი. უთუ აღარა მაქვს. საჭმელს ნანი აკეთებს. წავარ დავწვევ და ქათმებიც გამოვუშვი. ყველაფერს ვაჭამე ვასვი. საჭმელს ნანი აკეთებს. ოჩ. ოცი ივლისი გავიდა ეს თვეც. მოგეთი მე ვნახო როდის მივდივარ კალენდარი. კალკულატორში რატო შეველი. ესე იგი. ივლისი ხო? 24, 25, 26, 27, 28, 29. ანუ 27-ში წავალ ექიმთან. ანუ 27, ანუ 29, ანუ 30-ია ექიმი. უშაბათს. ანუ ერთ კვირაში. რიჟა. სადაგ დიხარ? ვაჭამე და. რიჟა. დედას რიჟა. აიმე როგორი ამინდია. ნეტა როგორი ამინდია. მიდი ერთი გააწვიმე. დედას ლამაზ. ჭრიალა. ეს ხელყავაც არ მინდა.
ცოტა ნიავიკია. რა უჭირს. მერთო ჩემო ცხელა სასწაულად. არც ჩუქი, არც წყალი ისე. რავი ვალაგო. ხოის გარდა. გაუშვან დაწერეთ რა ამიტომ. დაბლავნა ჩახვიდე თუ ეხა მოხვედი. ჭამე? კაი რა ძირს ჩავალაგე, გუშინ ჩავალაგე, ნახეთ ყველა. ესენი მე უნდა წამოგაგოთ. არა, ეს ყველაფერი მიმაქ. ეს რაღაცები არ მიმაქ, აქ ავტოვე. რამე რუმეებს ეს არატონილაგია აქ ეს. ესენი არ უნდა ხელისები. რა ხელისები? მე ჩამოაქვს. მიმაქ ხომ არა, ბევრი იყო და არ მინდა. ეს არის პამპერსი, მიმაქ მაინც თუ დამჭირდა, ხო დამჭირდა. აქ სუპატარის რაღაცეები არის, არაფერი განსაკუთრებული. მე მგონი ყველაფერი ჩავალაგე. და ეს არის ჩემი. აქაც ყველაფერი ჩალაგებულია. აი ეს მზად არის ყველაფერი. ეხა ერთადერთი მინდა კამოდი, რომ ეს და აი ის ყველაფერი ავაბი. აქ აღარა მქონდეს. ეგ არის პირის მოსაწმენდი. სულ ყველაფერი გავამზადე მართლა. აი ხა დავდივარ და ვფიქრობ. ერთადერთი სანამ წავალ, გავამზადებ ჩემს ტანსაცმელს და დავტოვებ, რომ მე რა უნდა წამომიღონ, რომ ჩავიცვა რა. წამოსვლისას. ერთადერთი მაგას არ წავიღებ, დავტოვებ. მე ჩავომიტანე. ხო. ხო და ეხლა, ხო, სოსკალა უნდა გამოვხარშო. ეხლა ის ჩამომივა. ამაში მიდევ მას ეს ეგრევე. ნინო მომეცი. ის მომეცი. ამას ჩავაგდებ ეხლა გამოვხარშო. ეს არის ძალიან რბილი. საკიდიც დავკიდე, ესეც ძალიან რბილია. ამ ყველაფერს გამოვხარშავ ამასაც. ამას? ხო. ოღონ წინაზე კი მითხრათ ამაშია სულ ეგრევე, აი ეგრევე არ ვდებ ხალხ ამის პლასმასის ყუთი უნდა ვიყიდო, რომ ესეც იცი რატომ მინდა? განან უნდა ვატარო და რაღაც. არა. აქ საწოლზე დავკიდებ და აი რაღაც მომენტში რომ სოსკა არ დამჭირდება და რაღაცა ჩავდებ რა. რომ ისა. ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ალაგ-ალაგ რომ რაღაცებს ვდებ და მეცოდინება რომ ეს არის ამისი ადგილი, ისე რომ ეჭვიც არ შემეპარება რომ მე სოსკა რომ დამჭირდება იმ მომენტში ელემენტარულ ბავშვო გამოგზავნო მიდის სოსკა მომენტი ეცოდინებათ რომ სოსკის ადგილი სად არის. ხო და ეხა თემუდან გავმართო და ისე ვიჭერე. თემუდან ჩამოვა ის პლასმასის ის და მაშინ გამოვხარშავ და მაგასაც ჩავდებ. ჩავდე მარტო სუდოკრემი და ჩავდე ზეთი. შეიძლება არც დამჭირდეს, სუდო შეიძლება, მაგრამ ის ანუ პუდრი რაღაცები არ მიმაქ. აქ ვტოვებ. პუდრი რატო? ეხლა იმ ორ დღეში რა არაფერი ისეთი არ დამჭირდება. ხო და ტანსაცმელი რაღაცები ჩაულაგე და თანავ ვფიქრობ კიდე რამე ხო არ დამჭა და მე მგონი არ დამჭა. გამოსაყვანი ტანსაცმელიც ჩავდე ეხლა და მე წავიღებ. უბრალოდ მე ჩემ ტანსაცმელს დავუტოვებ ამათ, რომ მერე ჩავომიტანოს. დადარიგი დავიჭირე კიდე და მოძებნე ქორწინების მოწმობა. რატომღაც მეგონა რომ იყო დიდი, გადავაბრუნე ყველაფერი და ეგრეთ გინდა. ეს რომ მე ბავშვი დავარეგისტრიროთ გვარით, სახელით, იუსტიციაში დაბადების მოწმობა ავიღოთ. ეს აუცილებლად გჭირდება. მე მგონი გჭირდება ხო? გჭირდება ხო, აბა? აი ხა ჩამოვალ დაბლა. შუქი არ გვაქვს. რაღაც ავარია მოხდაო, ოღონდ ნახევარ სოფელშია, ნახევარში არა რა. ამჟამად ჩემთან არ არის. ეხა ის რატო დამისავქენი? ამ ჩვენთან იუსტიცია ხო სოფელში. ხო და ამის წაღებას არ ვაპირებ, უბრალოდ მოუძებნე ლაშას, რომ მე ძებნა არ დაიწყოს და უწყოს და სად არის მე და ძირითადად ყველგან ანუ ესეთი რაღაცები არ მიდევ ალაგ-ალაგ რა. ერთი დიდი სქელი ფაილების შესაძლებლები რაღაც მაქვს ყუთივით.
სადაც ყველაფერი მაქვს ერთად, ანუ ის რომ რამე დამჭირდეს და ვაიმე ნეტა სად არის და ნეტა სად დავდი არა. იმიტომ ვეძებე დიდი ხანი რომ ვიცოდი რომ იქ უნდა ყოფილიყო და ეს იცი რაში იყო შერეული ჯვრის წერის და ეგ დაბადების მოწვევი სულ ყველაფერი მაქვს ერთად და ესენი დავარეგისტრირე საავადმყოფოში იქ რაღაცა ფურცლები რომ ისიც კი შენახული მქონდა გადაყარი და იმაში იყო შედებული და ვერ ვიპოვე ერთ ჯერზე და მოდიბება მეორე გადავათვალიერებოდი და მოვუძებნე. ხო და დავტოვებ რა აი ასე რომ მე საძებნელი აღარ გავხდება. ნუ ჩემი პირადობა იქ დამჭირდება და მე რაღაც გამოვატან. არ ვიცი და რავი როგორ იქნება რაღაცა. მოკლედ მაკოლებს თლაშა მიხედავს მე. აი ასე. ეხლა განახებდით რა ჩავალაგე მათ ჩვეულებრივ ჩავალაგე ყველაფერი. ან გუშინ იქიდან რომ მოველთ ხო სად იყავითო და თბილისში ვიხართ ნუ პანტანასას ღვთისმშობლის ტაძარია ორთაჭალაში მგონი თუ არ ვცდები. ტაძარი კი არა მონასტერია დედათა. ხო და ის არის რა ძალიან ლამაზია მართლა ძალიან ლამაზი. ერთის არის რომ მიუხედავად იმისა ცოტა მაღალზე იყო ცხელოდა საშინლად. პანტანასას ღვთისმშობლის მონასტერი დედათა. ხო და იქიდან რომ მოველი ვითომ და დავწავლილიყავი წამოსწოლილიყავი და მესვენა სანამ ფეხბურთი იქნებოდა რაღაცა მაგრამ მივიდექი მოდი აბა ეს და ჩავალაგე სულ ყველაფერი ჩავალაგე და ჩავაბინა. ასე რომ გამოდიღარ მაგ რა. ორ შაბათს მივიდივარ ექიმთან. ზუსტად ერთ კვირაში. ნახოთ რას გვეტყვის იქ. რა იქნება დაახლოებით უკვე სიზუსტისკე წავა რა ეხოსკოპია რომ მაინც რა არის რიცხვი, იმიტომ რომ 25 აგვისტოდან ნენელა ჩამოვიდა ყოველ ეხოზე სხვადასხვას მეუბნეოდა და ეხლა არის ჩამოსული 10-15 აგვისტო. ხო და ნახოთ. ეხლაც მეტყვის ალბათ. და ყველაზე მაინტერესებს ბავშვის წონა. წინაზე იყო კილო და 800 ერთი თვის წინ. აი ასე. ეხლა ჩავალ ცოტა საჭმელს შევჭამ. სხვა რაფერს ვერ ვაკეთებ. დასაუთებელი არ მაქვს, წყალი არ არის რომ დავრეცხო და ასე შემდეგ. აბა ჩავალ ნანისთან დაბლა ცოტა ხანი კაკალს არჩევს. ვიჭორავებთ. ცოტა შევჭამ. და ამოვალ. იქნებით ამ შეքի მოვიდეს რომ ვიდეო დავდო. აი 2 საკლე 25 არა ჩანს მაგრამ მასია. ბავშვს ძინავ თავის ხალათში. მაგ ხალათს უნდა შევუკერო საწოლი და ისე გავაბრძანო მე ზითვით გარეთ. დიბილი. დილას რომელსაც ვიყავით ხა. მე ხო შემოვედი და იცი რომ 11 საათი წუთი იყო რომ გამეღვიძა. გუშლაკი რომ დავისხი დაბანა მინდა თავის, მაგრამ რა ქირათ გინდაბა. რითი უნდა იბანო. ჰასველი სარფეთკი რომ თუ გადაისმე. და ამასაც დავლებ. ეს არის კინა. ეს დავინიშნე. ერთი თვე. აი ესე წავედი აბა. ოღონდ გუშინ მართლა იმდენი საჭმელი ვჭამე და სად ჩამეტიანე და არ ვიცი. რომ აი ეხლა გითხათ რომ შეამეთქი არ მშია უიწნევაც არ გამისინჯია წუხა გავისინჯე ანუ 130-ია რა ჩვეულებრივ გეგონება ჩვეულებრივ წნევა არის 130-80 ეხლა და რა ვიცი გავისინჯავ და მე მივწერე ექიმს შუქი რომ სურათები მოვიდა იმისი რა ქვია ბანკეტის და ხო ვამბობდი პირველმა მე უნდა დავდო მეთქი ჯერ მე არ დამიდე ყველამ დაალაგა მე არ დამიდე ჩემ ტელეფონით ვერ ვიწერდი. ივანემ გადმოწერა კომპიუტერში და ხარისხი რო არ დაკარგოს შევუერთებ და ჩემსა და ივანის სურათებს გადმოწერ ჩემ ტელეფონში. ეგრებისავ და რა ვიცი, ავარჩევ და დავდგებ რომელიმეს. ადრე წავიდა მანანა. ზეადა მაგრა ცხელა. ოღონდ და კიდე არა გუშავრა. ეს განახოთ. ამას ერთი ფოთოლი მოვაჭერ, იმიტომ რომ გადატყდა, ანუ ძველი ფოთოლი ახალი ამოიტანა და ძველი ეგ მოვაჭერი.
წერტი დედას წერტილია ბავშვი. ესენი წავიღოთ გადასაყრელები. რაღაცა ისინი აღმოვაჩინეს ტვეშასრუტის და იმის საგარანტიოები, რომლებიც ჰაიდა არის ყველა და აი სადამ ყავ გამოსახლებული. ბარბარე, ნანი და ნინო სადაგდია. ჰა, დროზე ცოტა. როწი? აბა ეხლა ეგ პირი გააღერო გავიგო. 90,000 კილომეტრი წყალქვეშ, 80,000. რა ვიცი, შვილო 80,000 კილომეტრი წყალქვეშ. რაო? ობობაზის და მე ვერ მივალო. აბა შვილი, როგორ შვილება თუ რაცა ქვია, მაგას წავით. აბა ჰე, მაგრად.